სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არსმენ. გილოცავთ ყოველას დღევანდელ დღეს შეგვეციოს დღევანდელი დღის მადლი, დღევანდელი წმინდანების მადლი და მეოხება. მათი ლოცვით, მათი მეოხებით ღმერთმა გადააგშინოს, გაამთლიანოს, გაერთიანოს ჩვენი ქვეყანა, დაიფაროს ჩვენი მონასტერი და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი. დღეს გახლავთ ხსენება მართლისა, სიღვთის მიხვისა და ანა წინასწარმეტყველისა. უშინ იყო მიგებების დღესასწაული მიღმა, ყოველას გილოცავთ შეგვეციოს მიგებების დღესასწაულის მადლი, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე და გაგხადოს ღირსი უფალთან შეხვედრის და უფალთან მიგებებისა და უფლის შემოსვლისათვის განამზადოს ჩვენი გული და ყველაზე მთავარი მაინც სულ ამოდგომე რომ ადამიანმა რომ შეიტკბოს ქრისტე და რომ მიიღოს უფალი. ადამიანმა თავისი გული უნდა გაუღოს პირველ რიგში ადამიანს და თავის მოყვას. როგორი ურთიერთობაც ექნება ადამიანს თავის მეგობართან, თავის მოყვასთან, ნებისმიერ ადამიანთან, აი ასე არის მისი გული მზად უფლის მიღებისთვის და უფალი დამკვიდრდეს მის გულში და მის სულში. იმიტომ რომ ასე არის უფალი იესო ქრისტე მოვიდა თითოეული ჩვენგანისთვის და მის უფალთან მიგებებაც, უფალთან შეხვედრაც ამით ვაჩვენებთ ჩვენ როგორ ურთიერთობა გვაქვს ჩვენ ადამიანებთან. ეს არის საწმინდარი უფალთან შეხვედრისა და უფლის მიღებისა და მიგებებისა. ასევე მინდა გითხრათ რომ დიდი მართალი სიღვთის მირქმელი რომელიც რამდენიმე საუკუნე 300 წლის მანძილზე ელოდებოდა უფალთან შეხვედრას და უფალთან მიგებებას, რათა მას განცხადებული ჰქონდა ანგელოზის მიერ რომ ვერ იხილავდა სიკვდილს სანამ არ შეხვდებოდა იესო ქრისტეს მოვლინებულ სამქვეყნად მაცხოვარს ჩვენსას და მე მინდა გითხრათ რომ ეს მოლოდინი არ იყო ისეთი რომ რაღაცა ისევ ანგელოზს უნდა ეუწყებინა მისთვის რომ შეხვედროდა მაცხოვარს და ხსნელს ჩვენსას. ის ყოველდღიურად ამ წლების განმავლობაში ყოველდღიურად ავდიოდა ტაძარში სალოცავად. ყოველდღიური მოლოდინში იყო და წარმოიდგინეთ მისი დამოკიდებულება და მისი მდგომარეობა სულიერი რომ არ განაშორებოდა ტაძარს, იქნებ დღეს აი ესეთი მოლოდინი ჰქონდა მას და ყოველდღიურად ავდიოდა ტაძარში სალოცავად რომ შეხვედროდა ხსნელს ჩვენსას იესო ქრისტეს და ასეთი დამოკიდებულება უნდა გქონდეს თითოეულ ჩვენგანს, როდესაც მივდივართ ტაძარში. შეიძლება ხანდახან არის ხოლმე რომ ჩვენი ცოდვების გამო ვერ ვგრძნობთ იმ მადლს, არ შემოდის ჩვენთან იესო ქრისტე, ვერ ვგრძნობთ იმ სითბოს, მაგრამ ეს ჩვენი ცოდვების გამო არის და შეიძლება ჩვენი ყოველდღიურად, ჩვენი ხშირად ტაძარში მისვლა, აღსარების თქმა ზიარება, შეიძლება ერთხელ მართლა ისეთი გულით მივიდეთ, ისეთი სინანული გქონდეს სულიერი, შინაგანი განცდა, რომ აი სწორედ მაშინ, როცა არ ველოდებით, როცა თითქმის რაღაცნაირად განწყობა გვაქვს, აი უფალი ჩვენსას მაინც არ ისმენს, მაგრამ შეიძლება ამ განწყობის დროს ეს სწორედ მაშინ მოვიდეს უფალი და ამიტომ არ უნდა დარჩეთ სახში ამ განწყობით, რომ უფალს ვერ ვხედა, უფალი ვერ შევიგრძნე, უფალი ის სითბო ვერ მიიღეთ, იმიტომ რომ ჩვენი ცოდვების გამო არის ეს, თვითონ ჩვენი ბრალი ეს, უფალს უნდა რომ შემოვიდეს ჩვენთან და იყოს ჩვენთან, მაგრამ ჩვენ არ ვაძლევთ ამის უფლებას უფალს, რომ იყოს ჩვენთან, იმიტომ რომ მიჯაჭვულები ამ ქვეყნიურ სიკეთეებს, ამ ქვეყნიურ ბოროტებას, აი დღევანდელ დღეს წაკითხული სახარებაც, დღეს გახლავთ უძღების შვილის კვირა და თითოეული კვირა მოყოლებული ამ ბოლო პერიოდში არის სინანულზე, თითოეული სახარება, რომელიც იკითხება დაწყებული ზაქეს სახარებიდან წინა გასულ კვირას გახლავთ მეზვერის და ფარისეულის კვირა, ასევე სინანულზე არის და გვანახეს უფალი რომ მარტო სინანულის დროს შემოდის მადლი ღვთისსა ჩვენში. სწორედ ამ დროს მიგვეტევება ცოდები, როდესაც გვაქვს სინანული ადამიანებს და უძღების შვილის კვირაც იმით განსხვავდება, რომ წაკითხული სახარება დღეს რომ ყავდა კაც ორი შვილი, ორი ძე და მწემესმა პატარა შვილმა სთხოვა რომ მისთვის განეყო სამკვიდრებელი მისი და რომ ის გაშორებოდა და წასულიყო და თავისთვის ეცხოვრა და რა თქმა უნდა აქ მოიაზრება მამაში მოიაზრება უფალი ჩვენი
და რა თქმა უნდა ამ ორ ძეში მოიაზრება ადამიანები პირველი უფროსი შვილი რომელიც არ განეშორებოდა და ერთგულად მსახურებდა და იყო უფალთან ყოველთვის და პატარა შვილი რომელმაც მოინდომა წასვლა ანუ ამ ქვეყნიურს მიჯაჭვმა ამ ქვეყნიურ ბოროტებას მიჯაჭვმა მოითხოვა რომ მიუხედავად იმისა რომ უფალმა მისცა მას ყოველივე სიკეთე ის ან ქონების გაყოფაში იგულისხმება რომ უფალს მოსთხოვა ის სიბრძნეები სიკეთეები გონება ჭკუა ყოველივე მოსთხოვა უფალს მაგრამ მაინც წავიდა უფლისაგან და წავიდა განეშორა და დაინთქა ცოდვაში ბოროტებაში განაბნია მან ეს ყველაფერი და ადამიანი თუ თვითონ ყოველდღიურ თავის ცხოვრებას უფალზე არ ატარებს და უფლის არ ლოცულობს და არ აქვს უფალთან ურთიერთობა მისი ეს ცხოვრება არის წარმავალი ყველაფერი და არის ფაქტიურად ბოროტებაში განაბნევს ამ თავის დროს რომელიც მას მიანიჭა უფალმა და სწორედ აი ასე დროს ოდესაც მისი სული დაავადდება და იგრძნობს ამ გაჭირვებას ამ სულიერ შიმშილს იგრძნობს და ასე წერია სახარებაში რომ მოექცა და თავის სულში ჩაიხედა ამა და ნახა რომ შეერია სულიერი შიმშილი ჰქონდა მას და მოწყინებაში იყო და სინანულში ჩავარდა და იფიქრა რომ აი იქ რამდენს ვინც მიდის იმასთან ჩემ მამასთან ვინც მსახურობსო საზღვრით დადგინებულსო უფრო მეტი საკვები აქვსო ვიდრე მეო და შეინ ვეტყვიო მამასო ჩემსა არა ვარო ღირსიო ძეთ წოდება შენიო მაგრამ როგორც ერთის მუშაკთაგანი დამედგინეო და მივალ და ვეტყვიო რომ წოდეო სად მიმართა წინაშე შენსაო და მომიტევებსო ჩემს წოდებსო და მართლაც ეს სინანულით მიდის და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მამის განწყობა და დამოკიდებულებაა რომ ის ყოველდღიურად ელოდება მის მისვლას მის დაბრუნებას და სწორედ აი ეს ერთ-ერთი გასვლის დროს როდესაც მან გაიხედა რომ იქნებ ეხლა მოდის ჩემი შვილი იქნებ ბრუნდება სახში სწორედ ასეთ დროს დაინახა მისკენ მიმავალი თავისი უწენესი შვილი რომელმაც ეს მადლი მინიჭებული განაბნია და ბოროტებაში გახარჯა მაგრამ ადამიანის სული ამდენადაც არ უნდა იყოს ჩაფლული ბოროტებაში ის ყოველი ადამიანის სული არის ღვთისქმნილება და მსგავსება ღვთისა და ყოველ ადამიანში არის ის სიკეთე ის ნაპერწკალი სინანულისა ღმერთთან შეერთებისა და ღმერთის ღვთის სიყვარულისა რომელიც მოაქცევს თითოეულ ადამიანს მოაქცევს უფლისაკენ და სწორედ აი ამ დროს ოდესაც ადამიანს გონია რომ იმ ბოროტებით იმ ცოდვაში დაცემით იმ სიამტკბილობით რომელიც ეს სიამოვნება ცოდვაში ჩავარდნის დროს მიღებული სიამოვნება არის წამიერი და ამ წამის გასვლის შემდგომ ყოველ ადამიანში არ არსებობს რომ არ იგრძნოს ადამიანმა სინანული და არ იფიქროს რომ რატო შევცოდე რატო გავაკეთე ეს მაგრამ შე შემთხვევაში არის ხოლმე მე შემოქმედრიან ადამიანი რომელსაც უთქვამთ რომ აი არ ვარ ღირსი არ მიმაჩნია ჩემი თავი ღირსად ზიარებისა ღირსად რომ მივიდე თუნდაც მოძღვასო გავესაუბრო მაგრამ აი დღევანდელ დღეს სახარება კიდევ ერთი დასტურია იმის რომ ყოველთვის მზად არის ყოველთვის ველოდება უფალი რომ მივიდეთ მასთან თქვათ აღსარება შევინანოთ და წინა მამები ესე ამბობენ რომ როდესაცო მიდისო ეს უმწემესი ბრძეო და სინანულითო იმას არ მოკითხავსო თავის ბოროტებასო იმ ჩადენილსო არ მოკითხავს თუ ის სინანულით მივა არ შეახსენებს ამ ცოდვებს თუ ის სინანულით მივა და მოინანიებს და ასე წერია წინა მამები ასე წერენ რომ მივიდა და მიახლა და თხოვა შენდობა თავის მამას თქვენ იცით რომ ასეთ ბრძანებს რომ გამოიღეთ ბეჭედი და შეაცვით მას და ახალი სამოსველი შემოსეთო ახალი სამოსველი შემოსვა ნიშნავს რომ მან ისევ დაიბრუნა ის სულიერება და ის მადლი რომელიც ჰქონდა ღვთისგან მინიჭებული ბეჭედი როდესაც შეაცვეს ხელზე და ახალი ფეხსაცმელი ჩააცვეს მას ბეჭედი იყო სიმბოლო რომ მისი ღირსების აღდგენისა და მისი მადლის დაბრუნებისა და ზვარაკი ჭამებული ეს არის ის მადლი და ის სულიერება და ის სათნოება რომელსაც იღებს ის მშიერი სულიერად მშიერი ადამიანი როდესაც მოდის უფალთან და ეზიარება და ითხოვს შენდობას ღვთისაგან აბარებს აღსარებას და აი ეს
დაკლული, ჭამებული ზვარაკი არის ყოველდღიურად, ყოველ მსახურებაზე ჩვენი მისვლა და შეერთება ქრისტესთან და ზიარება. და ღმერთმა მოგვანიჭოს ეს სინანულის განცდა, რომ უფალს უთხრათ, რომ ღმერთო, შევწოდე შენს წინაშე და შემიწყალვიე და მაგრამ კიდევ მინდა ხაზი გაუსვა იმ უფროსი ძმის დამოკიდებულებას, რომელიც სულ უფალთან იყო და უფალს ეუბნება მამას, რომ მე ყოველთვის შენთან ვარო და არასოდეს არ დამირღვევია შენი მცნებებიო და შენგან არ წასულვარო და მეო ერთხელ არ მომეციო ის ზვარაკიო, რომ ჩემთან მეგობრებთან ერთადო თიკანი არ მომეციო, რომ მე ხარა მასთან ერთადო და უფალი ეუბნება, რომ ჩემი ყოველიო რაც მაქვსო ყოველივე შენიაო და შეიძლება ამ ქვეყანაზე ისე ვიცხოვროთ, რომ არ მოგცეს ღმერთმა ის მადლი, თუნდაც ის მატერიალური კეთილდღეობა, მაგრამ ამის საპირწონეთ უფალი აუცილებლად გვიმზადებს ღვთის სასუფეველს. იმ დიდი განსაცდელის უკან აუცილებლად დგას ჩვენი მოთმინებით და უფალთან ერთობით აუცილებლად დგას ღვთის სასუფეველში ჩვენი დამკვიდრება. ამიტომ ეს განსაცდელები, რაც არის ღვთისგან ჩვენზე დაშვებული, ისევ ღვთისთვის მოითმინეთ უფალს უთხარით, რომ უფალო, აი ამ ყოველივეს, აი ამ განსაცდელებს მე შენი სიყვარულით, შენთან ურთიერთობის გამო ამ ყოველივეს დავითმენ უფალო და აი ამ სიტყვას როცა ეტყვით უფალს, უფალი შეგიტკბოთ, უფალი მოგცეთ იმ სულიერ სიხარულს, რომელიც არის თითოეული ჩვენგანის სანატრელი მდგომარეობა სათა სასუფეველში დამკვიდრება და ღმერთმა მოგანიჭოთ თითოეულ თქვენგანს, რომ ისეთი ცხოვრება გქონდეთ, ისეთი სულიერი ცხოვრება გქონდეთ, რომ იმ სინანულით და უფალთან არ განშორების მიუხედავად განსაცდელისა და უფლისგან არ განშორებით თქვენ მოგანიჭოთ ღმერთმა სათა სასუფეველში დამკვიდრება და ჭეშმარიტი სინანულია ეს მარხვის ბოლო პერიოდია, მარხვის მომზადების ბოლო პერიოდია და შეამზადეთ თქვენი თავი, როგორც აი ეს უძღებიშვილი დააფიქრდა და ჩაიხედა თავის სულში და დაიწყო, სანამ არ დაიწყო საკუთარი თავის შეცნობა, ეს ცოდვები ვერ დაინახა მან და დაიწყეთ საკუთარი თავის შეცნობა, რომ ის ცოდვების მანკიერებები, რომელიც გვაქვს თითოეულ ჩვენგანს, რომ დავინახოთ და სინანულით მივიდეთ უფალთან. ღმერთმა დაგლოცოთ და შეგიწყალოთ ყოველდღე და ღვთისმშობლება.